სამი რუსული ავიაგამონადგურებელი ესტონეთის წაში, სამი თავდასხმა ნატოზე ბოლო 10 დღეში, სამხედრო ინსტრუმენტი, როგორც ჰიბრიდული ომის ესკალაციის საკითხი და სიტუაცია ფრონტზე. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი, ჟურნალისტი. დღეს 20 სექტემბერია 2025 წელი, უკრაინაში ხმასნაბიანი ომის დაწყებიდან 1304 დღე გავიდა, თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. ზემოთ ჩამოთვლილ თემებს შევეხები დღევანდელ ეპიზოდში. მანამდე კი ტრადიციულად მადლობა ყველას, ვინც მიყურებს, მადლობა ჩემს გამომწერებს, ვინც აქტიურობს კომენტარებში. თქვენ კი ვისაც ჯერ არ გაქვთ არხი გამოწერილი, უმოჩვენოთ გთხოვთ ახლა გამოვიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასევე აღწერაში, დონაციის შემთხვევაში, დონაციის სურვილის შემთხვევაში აღწერაში არის ანგარიშის ნომერი, ნებისმიერი თანხის დონაცია მისასალმებელია. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ახალი პროექტის შესახებ, რომელიც მედაც ჩემმა მეგობრებმა დავიწყეთ, ბოლო სიტყვა, მისი ლინკიც ასევე აღწერაში იქნება. დავიწყოთ ბოლო ინციდენტით, რომელიც ესტონეთში მოხდა ამჯერად და ეს აღნიშნავს შემდეგს, რომ რუსული 3 MiG-31 ავიაგამონადგურებლები შეფრინდნენ ესტონეთის საჰაერო ცაში 10-დან 12 წუთამდე პერიოდი დაჰყვეს იქ, მეტიც დედაქალაქი ტალინის თავზე იფრინეს და შემდეგ უკვე იტალიური ნატოს ეგიდით იტალიური F-35-ები აფრინდნენ ცაში და ასე ვთქვათ, შეგვიძლია გული მოვიფხავთ და ვთქვათ, რომ გააძევეს ესტონეთის საჰაერო სივრციდან, რუსეთუმეებისთვის ვიტყვი, რომ გააცილეს ესტონეთის საჰაერო სივრციდან. მოკლედ, ეს არის მორიგი კონფრონტაცია და ჩვენ ხედავთ, რომ უკვე ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს არის მესამე ფაქტი, თუ კი პირველი ორი შემთხვევა იყო პოლონეთსა და რუმინეთში და იყო მხოლოდ დრონებით და ისიც, ასე ვთქვათ, სადაზვერვო დრონებით და არა სამხედრო დრონებით, ახლა უკვე ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც 3 ავიაგამონადგურებელი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჰაერი კლასის რაკეტებით შეერაღებლები, შეფრინდნენ ნატოს საჰაერო სივრცეში, იფრინეს 10-12 წუთი, თუმცა არაფერი და შემდეგ უკვე როგორც გითხარით, იტალიელების ნატოს ეგიდით იტალიური F-35-ების ასე ვთქვათ, თანხლებით გავიდნენ დატოვეს საჰაერო სივრცე. ტრადიციულად ხდება ყველაფერი, რუსები უარყოფენ, რომ საერთოდ დაარღვიეს რამე, ისინი ამბობენ, რომ ნეიტრალური წყლების თავზე დაფრინავდნენ და არ გადაუკვეთიათ ესტონეთის საჰაერო სივრცე და ეს არის პრაქტიკულად ის სპირალი, რასაც ქვია ჰიბრიდული ომის გაძლიერება და ჰიბრიდული ომისთვის სამხედრო ძალის და სამხედრო ტექნიკის გამოყენება. ჩვენ ნახეთ წინა ორ შემთხვევაში ნატო საკმაოდ ცივი რეაგირება, მყისიერი საკმაოდ სუსტი, შემდეგ უკვე გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, გაძლიერდა ასე ვთქვათ აღმოსავლეთი ფრონტი, გადაისროლეს პოლონეთში დამატებითი ავიაგამონადგურებლები, დაიწყო საზღვრების გამაგრება და ასე შემდეგ, თუმცა ნატოს წამყვანი ქვეყანა ამერიკა და მისი პრეზიდენტი ძალიან ინერტულები არიან. მეტიც პოლონეთში შეფრინდნენ რუსული დრონები, ტრამპმა დაწერა, აი დაიწყო. რა დაიწყო უკაცრავად? არაფერი არ დაიწყო, გრძელდება და ამის შემდეგ საერთოდ თქვა, რომ ეს შეიძლება შემთხვევითობაც კი ყოფილა. კაი, დაუშვათ, რომ გვინდა ვიყოთ ინფანტილურები და გვინდა რომ თავი მოვიტყუოთ და ვთქვათ, რომ აი დრონები მართლა უკრაინაში ვიფრინებთ და შემთხვევით 20 დრონი შემთხვევით შეფრინდა პოლონეთში. შემდეგ ასევე შემთხვევით შეფრინდა რუმინეთში. შემთხვევით პილოტიანი საფრენი აპარატები ვერსად ვერ შეფრინდებიან, ისინი მიზანმიმართულად ვიფრინავენ, მით უფრო რომ როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ გარკვეული სანავიგაციო სისტემები გამორთული ქონდა, დეტალებში არ შევალ, რომ არ შეგაწყინოთ თავი, თუმცა ეს არის სისტემები, რომლითაც შეიძლება სიჩქარის განსაზღვრა, ტრაექტორიის განსაზღვრა დისპეჩერების მხრიდან და შესაბამისად არაფერი შემთხვევით არ მოხდა, ძალიან მიზანმიმართულად შევიდნენ ესტონეთის თავზე. ეს ყველაფერი პრინციპში საერთო კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ხო? ეს ნამდვილად იყო ტრამპის მხრიდან, ასე ვთქვათ, აი ამ თავის მოტყუების და მოჩვენების მორიგი შედეგი და პუტინი აგრძელებს თავის დასახულ მიზანს. ასე ვთქვათ, წვრთნები დასრულდა ომის გეშინოდეთ. ბრეხტის აი ამ ცნობილი ფრაზის გადამღერება რო გავაკეთოთ, დასრულდა წვრთნები ზაპადოცი 24 და პუტინი აგრძელებს თავის დასახულ გეგმას. ძალიან ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ უკრაინის შემდეგ, თუ კი უკრაინაში გაუვა პუტინს, შემდეგი აუცილებლად იქნება ევროპა. ამის თითქოს თავიდან არ ჯეროდა, თუმცა რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ამ იდეას ვინც ეჭვისთავად უყურებს, ისინი უფრო წმინდებიან, რომ ეს სიმართლე და შემდეგი აუცილებლად იქნება ევროპა და
რა მიუთითებს ამაზე? ჩვენ თუ გადავხედავთ ასე ვთქვათ პუტინის მოქმედებებს, ის ყოველთვის ცდილობს მიბაძოს ამერიკას პირველ ეტაპზე, აქ რა იგულისხმება? აქ იგულისხმება, რომ ჰიბრიდული გზებით, ეკონომიკური ზეწოლით იქნება თუ სხვადასხვა შიდა არეულობებით შეძლოს თავისთვის სასურველი პოლიტიკური ბიზნეს მიღწევას ამა თუ იმ ქვეყანაში, ხო? ჩვენ თუნდაც მარტო საქართველოს მაგალითზე რო განვიხილოთ, ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ მქონდა არაერთი ჰიბრიდული ომის მაგალითი, მათ შორის იყო ვაჭრობაში პრობლემები, მათ შორის იყო გაზის მილის აფეთქება, მათ შორის იყო სრული ემბარგო ქართულ ღვინოზე და პროდუქტზე და ამან რო არ იმუშავა, შემდეგ უკვე პირდაპირ სამხედრო აგრესია დაიწყო. იგივე იყო უკრაინაშიც, მას ჰქონდა არაერთი ჰიბრიდული მცდელობა უკრაინის კონტროლის, თუმცა აქაც რო არ გაუვიდა, შემდეგ უკვე დაიწყო სამხედრო კონფრონტაცია და ახლა ჩვენ რასაც ვხედავთ ევროპასთან მიმართებაში, სწორედ ეს არის. უბრალოდ აქ პუტინი იყენებს სამხედრო შეიარაღებას და სამხედრო ტექნიკას, სამხედრო მანევრებს, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ ევროპაზე ეს ჰიბრიდული ზეწოლა გააძლიეროს. აი ამ შეფრენებს აქვს, ასე ვთქვათ, სამი დანიშნულება. ერთი არის სამხედრო დანიშნულება, მეორე არის, ასე ვთქვათ, ჰიბრიდული ომის გაძლიერება და მესამე გამძლეობაზე გამოცდა ევროპის. ну, სამხედროზე წინაურ ეპიზოდში პრინციპში ვილაპარაკეთ, ამიტომ დღეს თავს არ შეგაწყენთ. დღეს უფრო ვისაუბრებ აი ამ ჰიბრიდულ მიზნებზე. პუტინი ასე ცდილობს აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური ევროპის მოსახლეობის დაშინებას, იმისთვის, რომ შემდეგში ასევე მოახდინოს აი ამ მოქალაქეებმა, ევროპული ქვეყნის მოქალაქეებმა მოახდინონ ზეწოლა საკუთარ ხელისუფლებებზე, იმისთვის, რომ გარიგებაში შევიდნენ, ევროპისთვის არასასურველ გარიგებაში შევიდნენ რუსეთთან და ასე ვთქვათ, უკრაინა დაუთმონ. თუმცა მე მგონია რომ აი ამ მცდელობას დიდი შედეგი ვერ ექნება, ახლა ვეცდები ახსნა რატომ, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ევროპულ ქვეყნებში არიან ლიდერები, რომლებიც კარგად გაერკვნენ რუსეთის რეალურ ზრახვებში, რუსეთის მოქმედებებში და ასე მარტივად ვეღარ მოწყობდებიან, მათ კარგად ესმით, რომ როგორც არ უნდა უკან დაიხიოს ევროპამ, როგორც არ უნდა თავი შეიკავოს ევროპამ, თუ კი რუსეთს უკრაინაში გაუვა, მაშინ შემდეგი აუცილებლად იქნება ევროპა, სწორედაც რომ. იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ ტრამპთან მიმართებაში პრაქტიკულად პუტინს თავისი გაუვიდა, მან მიიღო ისაც უნდა ამერიკისგან, ასე ვთქვათ, გაარღვია საერთაშორისო დიპლომატიური იზოლაცია, უკვე ოპერირებს საერთაშორისო პოლიტიკაში. ტრამპი პრაქტიკულად ინერტული არის, მიუხედავად იმისა, რომ დამტკიცდა სამხედრო დახმარება უკრაინისთვის და უკაცრავად ეს არ იყო დახმარება, ეს არის პაკეტი, რომელსაც ნატოს წევრი ევროპელი ქვეყნები ყიდულობენ ამერიკისგან უკრაინისთვის. ტრამპი კი ამბობს, რომ არ მინდა მოგების ნახვა უკრაინის ომის ფონზეო, მაგრამ ფაქტი ეგ არის, რომ ამერიკული სამხედრო წარმოება იღებს ფულს, ამერიკის ბიუჯეტი იღებს ფულს, ამას იხდიან დანარჩენი ნატოს წევრი მოკავშირეები, ანუ ეს დახმარება არ არის, ეს არის ვაჭრობა. დახმარებას რაც შეეხება ჯერ კიდევ უკრაინაში და ჩადის სამხედრო დახმარება, ეს არის ბაიდენის მიერ დამტკიცებული სამხედრო დახმარება, ეს პაკეტი ჯერ არ მოწურულა. შესაბამისად კი გარკვეულ შეერაღებას ამერიკისგან იღებს, მაგრამ ეს როგორც ტრამპი ამბობს, just business. ასე შესაბამისად ტრამპი მეტნაკლებად ინერტულია, ნახოთ ეს ინერტულობა რამდენი ხანი გაგრძელდება, მისი მრჩეველი და სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კელოგი კი ამბობს, რომ ასე ვთქვათ, დამაიმედებელ ფრაზებს, რომ ასე ვთქვათ, პუტინი ვერ მოიგებს, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას, ტრამპი უბრალოდ ცდის პუტინის მოწმინებას და ასე შემდეგ, თუმცა ეს ყველაფერი რიტორიკად რჩება, ჩვენ რეალურ პოლიტიკაში ტრამპის ქმედებები რუსეთზე ზეწოლის მხრივ არ გვინახავს. სამწუხაროდ, რაც შეეხება ევროპელებს, პირიქით, აი ამ ტრამპის ინერტულობის ფონზე უპრეცედენტოდ გაერთიანებულები არიან, უპრეცედენტოდ ასე ვთქვათ, მობილიზებულები არიან, თანხებსაც შეულობენ, ახალი მე-19 პაკეტი დაამტკიცეს სანქციების და ცდილობენ მაქსიმალურ ზეწოლას რუსეთზე, გარდა ამისა სამხედრო თვალსაზრისითაც ისინი მათი უმეტესი ნაწილი დათანხმდა საკუთარი ბიუჯეტების ზრდას ნატოს ვალდებულებების მიხედვით, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ია, თუმცა ხანდახან გაუგებარი ხდება ხოლმე, რაში გჭირდება ეს სამხედრო ბიუჯეტის ზრდა, თუ კი არაპირებ
რუსეთს ისეთ ღია პროვოკაციებზე პასუხი გაცემა, როგორცაც ჩვენ ხედავთ, ხო? თუმცა კიდევ ერთხელ, როგორც ეპიზოდში აღვნიშნე, ნატო და ზოგადად დასავლეთი უფრო ღრმა ესკალაციას და კონფრონტაციას რუსეთთან საკუთარი სადაზვერვო სისტემებიდან გამომდინარე ელოდება 2027-2030-ისკენ და ყველა ნაბიჯი გადადგმულია იქითკენ, რომ აი მაშინ დახვდნენ მომზადებულები, თუმცა მანამდე აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას იმისთვის, რომ რუსეთს უკრაინაში არ გაუვიდეს თავისი. და აი რომ ასე ვთქვათ გრძელვადიან პერსპექტივაზე რომ ვისაუბროთ, პუტინი ახლა ცდილობს რომ აი ამ მოქალაქეების დაშინებით, როგორც გითხარით, როგორღაც მიაღწიოს შედეგს, როცა საკუთარი მოქალაქეები აიძულებენ საკუთარ მთავრობებს, იქნება ეს გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთში, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, თუნდაც ბრიტანეთში, იმას რომ ასე ვთქვათ დათმობაზე წავიდნენ რუსეთთან და რატო არ წავლენ ასე ვთქვათ დათმობაზე ჩემი აზრით რუსეთთან ევროპული ქვეყნები, იმიტომ რომ მათ ლიდერებს კარგად ესმით რომ თუ კი გაუვა პუტინს უკრაინაში, ეს ძალიან ღია სიგნალი იქნება დანარჩენი ევროპისთვის, რომ პუტინი საშიშია, ეს ძალიან კარგი სიგნალი იქნება სხვა პოპულისტი ევროპელი ლიდერებისთვის, ისეთი როგორიც არის გერმანიაში AfD, როგორიც არის ლეპენი საფრანგეთში და თუნდაც პოლონეთის ახალარჩეული პრეზიდენტი, რომელიც რაღაცა ცოტა ევროსკეპტიკოსია, მათთვის კარგი სიგნალი იქნება იმისთვის, რომ შიში გააღვივოს საკუთარ მოქალაქეებში, როგორც თუნდაც საქართველოში აღვივებენ შიშს, ომის შიშს, ზუსტად აი ესე გააღვივოს საკუთარ ქვეყანაში და მოქალაქეებში რუსეთთან ომის შიში და საბოლოო ჯამში თუ კი რუსეთს და პუტინს გაუვა უკრაინაში, ჩვენ მივიღებთ შედეგს, როდესაც რუსეთი აიღებს სრულ ჰეგემონიას ევროპაზე და ევროპული ასე ვთქვათ ძლიერება და კეთილდღეობა გაქრება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ყველგან სადაც არის რუსეთი, კეთილდღეობა არ არის. რუსეთი ამხელა სახელმწიფო ამდენი ბუნებრივი რესურსით და 5 დიდ ქალაქს თუ გავწდებით, უბრალოდ კანალიზაციაც კი არ აქვს, რა კეთილდღეობაზე არის საუბარი, უბრალოდ მათ სხვანაირად არ შეუძლიათ. მათი მთავარი მიზანი არის იომონ გააფართოვონ ტერიტორიები, გააფართოვონ იმპერია, რა ჯანდაბად თუნდაც გაუგებარია, თუმცა მაინც მოკლედ რუსეთში კეთილდღეობა არ არის, ევროპაში კეთილდღეობა არის და სწორედ აი ამ კეთილდღეობის დასაცავად ვფიქრობ, რომ აი ამ შანტაჟს ეს შანტაჟი არ გაუვა პუტინს და დღეს ევროპელი მმართველები ნამდვილად არიან უკვე ადეკვატურები მოქმედების. შეიძლება ჩვენ უფრო მეტი გვინდა, შეიძლება ჩვენ გვინდა რომ ნებისმიერ რუსულ პროვოკაციას პირდაპირ მეხუთე მუხლით უპასუხონ და შეიძლება ახლა ჯობდეს კიდევაც, იმიტომ რომ ასე ვთქვათ რუსეთის შესაძლებლობებში ჩვენ კარგად დავწმუნდით უკრაინაში, რაც რა მდგომარეობაშიც არის და ეხლა ნელ-ნელა ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ უკვე ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე, თუმცა მანამდე საკმაოდ ცივი პაუზის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ესეთი მსხვილი ავიაკომბინირებული იერიში არ ყოფილა უკრაინაზე კაი ხანია და გუშინდელ დღეს დილით უფრო სწორედ შედეგებს გაგაცნობთ. ეს არის 619 სამიზნე, რომელიც მიფრინავდა უკრაინის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით. აქედან 579 იყო დრონი, შაჰედი თუ სხვა ტიპის დრონები და მათგან 552 ჩამოგდებულია 8 ბალისტიკური რაკეტა, საიდანაც მხოლოდ 2-ის ჩამოგდება შეძლეს და 32 ფთოსანი რაკეტა, საიდანაც 29-ის ჩამოგდება შეძლეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ხედავთ, რომ რამდენიმე ერთეული, როგორც ბალისტიკური, ასევე ფთოსანი რაკეტები გაძრა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებში, ასევე დრონებიც, შესაბამისად ჩვენ ვიხილეთ არაერთი აფეთქება უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში და თქვენ ახლა უცბად წარმოვიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს აღმოსავლეთ ევროპის, იგივე ბალტიის ქვეყნების ან პოლონეთის შემთხვევაში, თუ კი არა 20 დრონი შეფრინდება, არამედ აი ესეთი მასშტაბური, ასე ვთქვათ, კომბინირებული თავდასხმა იქნება. ჩვენ ნახეთ, როგორ გაუმკლავდნენ 20 დრონს და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ გაუმკლავდებიან აი ამ კომბინირებულ თავდასხმას. ეს არ არის იმის სიბრალე, რომ თქვათ ევროპელებს არ გააჩნიათ საკმარისი შეიარაღება ან მატერიალურ-ტექნიკური ბაზისი, არა, უბრალოდ მათ არ აქვთ გამოცდილება ასეთი ომის წარმოების. შესაბამისად, სწორედ ამიტომ ხდება ის, რომ უკრაინელები ახლა უკრაინაში ჩავიდნენ და გადიან წვრთნებს პოლონელები სწორედ აი ამ მობილური ანტისაჰაერო დაჯგუფებების შექმნაში და სამიზნეების წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისად, ვითარება, მოკლედ ასეთი არის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მანამდე კი აი ამ მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შემდეგ გადავინაცვლოთ უშუალოდ ფრონტის ხაზზე. იქ ასე ვთქვათ 4 მიმართულებაა და 4-ვე მიმართულებას ასე ვთქვათ განვიხილავ რუკაზე იმისთვის, რომ გაცილებით უფრო კაფიოდ გამოჩნდეს სად რა მდგომარეობაა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა ის დროა, რომ გამოიწეროთ და როგორც გითხარით, გადავიდეთ რუკაზე და აქ განვიხილოთ ძირითადი ასე ვთქვათ მიმართულებები, ის 4 მიმართულება, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და ასეთი არის, ასე ვთქვათ, სუმში და კიდევ აღმოსავლეთით გადავიყვან სატელიტურ ხედვაზე, იმის თუ თვითონ ქალაქებს დავაკვირდეთ, ქალაქების განლაგებას და მათგან დაშორებას, ასე ვთქვათ, საბრძოლო მოქმედებების. ახლა ჩვენ ვაკვირდებით სუმის სიტუაციას, აი ეს არის ქალაქის სუმი, როგორც ხედავთ და ხედავთ რა ადგილას არის დარჩენილი და რა რაოდენობით რუსული დანაყოფები, ეს წითელი არის სწორედ რუსული და დანარჩენი უკვე დაოკუპირებული. გადმოვიდეთ უკვე ხარკოვის მიმართულებაზე, სადაც კუპიანსკში საკმაოდ ასე ვთქვათ რთული სიტუაცია რეალურად, ყველაზე რთული, აი ამ 4 წერტილიდან. ახლა ახლოდან გაჩვენებთ ქალაქს, აი ეს არის ქალაქი კუპიანსკი, როგორც ხედავთ და ჩრდილო-დასავლეთიდან შეინიშნება მას შეტევა, ეს არის მონიშნული ადგილები, სადაც მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები და ჯერ რომელი ადგილებიც რუსებს არ აუღიათ, ასე ვთქვათ და ეხლა დააკვირდით არის დღევანდელი თარიღი და როგორ ვითარდებოდა შეტევა, ვთქვათ, დავაყენოთ კურსორი 31 ივლისზე, პირობითად 31 ივლისიდან დავიწყოთ ათვლა რა ხდებოდა კუპიანსკის მიმართულებით, იმიტომ რომ ამ პერიოდიდან გვესმის, ასე ვთქვათ, რომ წინსვლა აქვთ. მოკლედ, აი ესეთი არის ვითარება და იწყება, დააკვირდით როგორ იცვლება როგორც შეტევის მიმართულებები, ასევე თარიღები, აგვისტოს ბოლოში გავედით, ჯერ არაფერი სერიოზული და უკვე აი სექტემბრის დასაწყისიდან იწყება შეჟონა ქალაქში და აი ახლა გვაქვს ეს ვითარება, რომელიც გვაქვს. შემდეგი კიდევ ერთი წერტილი, ასე ვთქვათ, იერიში გვაქვს ლიმანის მიმართულებით, ისევ ხარკოვზე გასასვლელად, ახლა გაჩვენებთ ამ მიმართულებას. აი აქ არის ლიმანი, ხედავთ რომ საკმაოდ შორია ლიმანიდან საბრძოლო მოქმედებები, თუმცა აი ეს ისრები მიუთითებს იმას ზუსტად, რომ მიმდინარეობს ლიმანზე შეტევა, ეს რაც ახლა ჩვენ კურსორით გაჩვენებთ არის დონეცკის ოლქი და აი ლიმანის აღება აუცილებელია იმისთვის, რომ შემდეგ უკვე დონეცკზე მოხდეს გასვლა. რაც შეეხება დონეცკს, აი ეს სამი ქალაქი, სლავიანსკი, კრამატორსკი, კონსტანტინოვკა, ეს არის ოლქის საზღვარი, ხოლო ლიმანს ხედავთ და სლავიანსკი, როგორც გითხარით, კრამატორსკი და კონსტანტინოვკა. აი ეს აგლომერაცია უნდა იყონ აუცილებლად რუსებმა, იმისთვის რომ დონეცკის ოლქის საზღვარზე შეძლონ გასვლა, იმიტომ რომ ეს სამი საკმაოდ მოზრდილი ქალაქია და მისი დაკავების გარეშე არაფერი არ გამოვა. სანამ ჩვენ ვისაუბრებთ ამ ქალაქებზე, მოდით გადმოვინაცვლოთ კიდევ უფრო სამხრეთით, მე შეგახსენებთ, რომ აი ამ აგლომერაციის აღება აუცილებელია იმისთვის, რომ დონეცკის ოლქზე გავიდნენ. სწორედ სამხრეთიდან იყო დობროპილიდან, ასე ვთქვათ, მცდელობა პოკროვსკზე და შემდეგ სამხრეთით პოკროვსკზე, რომელიც ზაპოროჟიის, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის გზაგასაყარზეა. ჯერ პოკროვსკზე იყო მცდელობა გასვლის, პოკროვსკი ვარ გამოვიდეთ, მე დობროპილიაზე, აი ეს გახსოვთ ალბათ ეს იერიში, რომელიც საკმაოდ წარმატებულად ითვლებოდა რუსებისთვის. უკაცრავად აი ახლა ესეთი მდგომარეობა არის, ხედავთ რომ საკმაოდ დიდი დანაყოფები რუსული ალყაში არიან და ჩვენ ვიდეოებიც ვნახეთ მასობრივად ჩაბარების, როგორ ბარდებიან რუსები უკრაინელებს და აი ეგეთი მდგომარეობაა, თუმცა ისევ მოდით თარიღებს შევხედოთ, ეს არის დღევანდელი თარიღი და ისევ ტრადიციულად, როგორც ამ ვიდეოში წინა შემთხვევაში გავაკეთე, 31 ივლისიდან დავაკვირდეთ მომენტთა განვითარებას, ახლა რუკაზე უკან გადამყავს თარიღები და ხედავთ როგორ ასე ვთქვათ იცვლება ვითარება, თუმცა აი დავაყენოთ 31 ივლისი, ხო? ესეთი ვითარება, დობროპილიას ხედავთ სად არის და აი როგორ იწყებოდა და ვითარდებოდა ეს იერიში. დაიწყო, ასე ვთქვათ, აგვისტო და დაიწყო ეს შეტევაც და აი პიკს, როგორც ხედავთ, მიაღწიეს 15 აგვისტოს. 15 აგვისტოს იყვნენ პიკზე. ამის მერე იწყება უკვე უკრაინული კონტრიერიში და დობროპილიას ჯერ ასე ვთქვათ, საფრთხე არც ემუქრებოდა, მაგრამ იყო საფრთხე, რომ სამხრეთიდან შემოეარათ და
გასულიყვნენ საზღვარზე, იწყება უკრაინული კონტრიერიში და ვხედავთ, რომ მალევე ხდება დასტაბილურობა სიტუაციის. უკვე სექტემბრიდან აქტიურ შეტევაზე გადავიდნენ უკრაინელები და დღეის მონაცემებით აი ეს შეწეული ზონა ასე გაქრა. ეხლა რაც შეეხება პოკროვსკის, ვეცდები, რომ უფრო ახლო ხედით გაჩვენოთ, ვიდრე თქვათ იგივე დობროპილია, რომ იქნება უკეთესად გამოჩნდეს რუსების ჭყალებში წარმატება, იმიტომ რომ ჩვენ ახლა კარგად ნახავთ, რომ პოკროვსკის მიმართულებით არაფერი სერიოზული წარმატება არ აქვს. აი ეგეთი მდგომარეობა არის და სამხრეთით გარეუბნებში დღეს შეინიშნება, დღეს და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეინიშნება, ასე ვთქვათ, შეტაკებები, თუმცა ისევ 31 ივლისიდან გამოყვეთა, ვნახოთ 31 ივლისიდან 20 სექტემბრამდე რა წინსვლა ჰქონდათ ამაზე, ამ მიმართულებაზე რუსებს. მოკლედ ეს არის 31 ივლისი, ეგეთი მდგომარეობა არის, პოკროვსკი აქ არის, არანაირი რუსები არ შეინიშნებიან და დაიწყო ეს შეტევა პოკროვსკიზე და ჩვენ ხედავთ როგორ იცვლება რუკა, რამდენად ნელა, პრაქტიკულად მთელი აგვისტო გავიდა, პოკროვსკიში ისევ არიან, სექტემბერი და აი სექტემბრის 20-ისთვის, დღევანდელი თარიღისთვის, აი ესეთი მდგომარეობაა პოკროვსკის მიმართულებით, ასე რომ აქაც არაფერი საიმედო რუსებს არ აქვს. რა არის საჭირო, რომ სტატუს-კვო შეიცვალოს? ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის შეიარაღება მაქსიმალურად. ან რუსეთის მხრიდან ჩვენ ახალს ვერაფერს ვეღარ ვნახავთ. ახალი უფრო სწორედ რაც შეიძლება ვნახოთ არის ბირთვული იარაღის გამოყენება, იქნება ეს ტაქტიკური თუ უფრო მაღალი, ხო? იმიტომ რომ სხვა ყველაფერი რაც რუსებს ჰქონდათ არსენალში, ყველაფერი გამოიყენეს, ყველა ტაქტიკა გამოიყენეს, ძალების გადაჯგუფება გამოიყენეს, ყველა სხვა კომბინაციები გამოიყენეს, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ 3 წელიწად ნახევარში მიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს. ახლა ჩვენ რუკაზე ვნახეთ თუ ვთქვათ როგორი არის საშემოდგომო კამპანიის მიმდინარეობა, ვიცით რომ ჩავარდა საზაფხულო კამპანია, მოკლედ ახალს რუსებისგან ვერაფერს ვეღარ ვნახავთ, ხო, რაც იყო, ეს არის ნუ რაღაც შეიძლება ვთქვათ მასიური გაწვევა იყოს და რაღაცა ცოცხალი ძალით ეცადონ კიდევ უფრო დაწვევას ან ასე შემდეგ, თუმცა მოკლედ ბირთვულის იქით რუსებს ახალი არაფრის შემოთავაზება არ შეუძლიათ. აი რაც შეეხება უკრაინას, უკრაინას პირველ რიგში ყველაზე დიდი დეფიციტი ასე ვთქვათ, რაც გააჩნია, არის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებში, საუბარია პეტრიოტებზე, უბრალოდ არაიმდენად დანადგარებზე, რამდენადაც რაკეტებზე, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ კომბინირებული თავდასხმების დროს ყველაზე მეტად ჭირს ბალისტიკური და ფთოსანი რაკეტების ჩამოგდება, რაც პრინციპში პეტრიოტების ამბავი არის და ამიტომ აი ეს დეფიციტის შევსება არის აუცილებელი და არ უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ დეფიციტი, არამედ საკმარისი უნდა კონდეს იმისთვის, რომ ეს სამიზნეები ჩამოაგდოს. ასევე მნიშვნელოვანია მარტო ავიასამიზნეების ჩამოგდებით ფრონტზე წინ ვერ წახვალ და სიტუაცია არ შეიცვლება. საჭირო არის შეტევითი იარაღი. ჩვენ ასევე ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, რომ იტალია ემზადება, ასე ვთქვათ, ჯავშანტრანსპორტიორების, ამერიკულ ჯავშანტრანსპორტიორების, რომელიც მის არმიაში იყო, ასე ვთქვათ, სარემონტო სამუშაოებზე გაუშვეს იმისთვის, რომ შემდეგ უკრაინელებს გადაცეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის იგივე 155 მმ-იანი артиლერიის საბრძოლო მასალით მიწოდება, იმიტომ რომ ესეც საკმაოდ დეფიციტია რუსეთში. გარდა ამისა, კი ჰაიმარსები აქვთ, დანადგარები აქვთ, მაგრამ მისი რაკეტების საკმარისი ოდენობით ქონაც მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, რაც ჩვენ კარგად ვნახეთ, ეს არის უკრაინული სამხედრო წარმოების გაძლიერება. ჩვენ შეგვხვდა ინფორმაციები, რომ ევროკავშირი და არა მხოლოდ აპირებს საკმაოდ დიდი თანხის ჩადებას უკრაინული სამხედრო წარმოების გაზრდაში. ჩვენ ნახეთ, რომ სწორედ უკრაინული სამხედრო წარმოების სხვადასხვა ტიპის დრონებით ხდება საკმაოდ სიღრმეებში, რუსეთის სიღრმეებში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების თუ სხვა ნახევრად სამხედრო ტიპ დანიშნულების ობიექტების განადგურება. და როგორც ზელენსკი ამბობს, ეს არის ყველაზე ეფექტური სანქცია რუსეთის წინააღმდეგ და აქვე მინდა კიდევ ერთი ასე ვთქვათ საკითხი შევეხო. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის უპილოტო თვითმფრინავები შედიან რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე და რუსეთის სუვერენულ მიწაზე აფეთქებენ სხვადასხვა სამიზნეებს. და რუსეთს არა აქვს იმის უნარი, რომ ეს აღიაროს როგორც თავდასხმა რუსეთზე და ამოქმედოს თავისი ბირთვული პროგრამა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ კონსტიტუციაში რუსებს უწევიათ, რომ თუ
კი მოხდება რუსეთის სუვერენულ მიწაზე თავდასხმა, მაშინ მას აქვს უფლება გამოიყენოს ვირტუალური შეიარაღება. გარდა იმისა, რომ ჩვენ სუმისულში ვნახეთ უკვე სახმელეთო ოპერაცია უკრაინელების მხრიდან, რომელიც სხვათა შორის უნდა აქვე ისევ ტრამპის ბოსტანში ვისროლო კენჭები და სანამ ტრამპმა არ შეუწყვიტა უკრაინელებს სატერიტორიო სადაზვერვო ინფორმაცია, მანამდე ვერაფერი ვერ ქნეს რუსებმა და უკრაინელები საკმაოდ დიდხანს იყვნენ გამაგრებულები რუსეთის ტერიტორიაზე, როგორც ეს გადაყლაპეს და არ აღიარეს როგორც თავდასხმა რუსეთზე, ასევე ყლაპავენ აი ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმებს და არა აქვთ უნარი, რომ ეს თავდასხმად აღიარონ. რატომ ხდება ეხლა ეს ამაზე სპეკულაციები არ მინდა? ფაქტია, რომ ასე ხდება. ფაქტია, რომ ისინი თავს იკავებენ ბირთვული იარაღის გამოყენებისგან და ეს ხომ არ ხდება იმიტომ, რომ საპასუხო დარტყმა იქნება იმდენად მკივნეული მათთვის, რომ რუსეთი ახლა როგორც ერიხო პრაქტიკულად აღარ არსებობს და ერთი კაცის მორჩილებაში მყოფია და შეიძლება როგორც უბრალოდ ტერიტორიული წარმონაქმნიც აღარ იყოს, ხო? კაი, დავანებოთ ეხლა ამასთან, უბრალოდ ფაქტად მოვიყვანე, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თურმე შეიძლება სახმელეთო ოპერაციას, თურმე შეიძლება დრონებით დარტყმაც, ისე რომ მათ ეს არ აღიარონ თავდასხმად, როგორც ასე ვთქვათ, ნატოზე ვამბობთ, რომ რატომ არ აღიარებენ თავდასხმად რუსული დრონების შექმნას მათ ტერიტორიაზე, ასევე შეგვიძლია რუსეთზე ვთქვათ, რომ რა ხდება, რატომ არ აღიარებენ თავდასხმად. და მოკლედ დაუბრუნდეთ სიტუაციას, რომელზეც საუბრობდი, რომ აი ამ თავდასხმით იარაღის გარეშე, რომელიც უნდა მიეწოდოს უკრაინას, რეალურად ფრონტზე ძალიან ძნელია, რომ სტატუს-კვო შეიცვალოს. ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ საშემოდგომო ოპერაციაც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორიც საზაფხულო იყო. ახლა სექტემბრის ბოლოა, მაქსიმუმ ნოემბრის შუა რიცხვებამდე ჯერ კიდევ შერჩეს მწვანე საფარი უკრაინის აღმოსავლეთში. ამის შემდეგ დაიწყება, ასე ვთქვათ, დასრულდება უბრალოდ ფოთოლცვენა და თავში საფარი აღარ ექნებათ. მოიერიშე დანაყოფებს, რომელიც საკმაოდ კარგად იყენებენ. გარდა ამისა დაიწყება წვიმების სეზონი, რაც თიხანარევ ტალახს პრაქტიკულად გაუვალსხდის, არა მხოლოდ ტანკებისთვის, არამედ თუნდაც მოტოციკლებისთვის, რომელსაც ახლა აქტიურად იყენებენ ფრონტზე. მოკლედ დაახლოებით თვენახევარი, 2 თვემდე დარჩა კიდევ სანამ აი ამ საშემოდგომო შეტევის შედეგები შეგვეცოდინება საბოლოო ჯამში. თუმცა რუკაზე ჩვენ ნახეთ აი ბოლო პერიოდის მიმოხილვად და ხედავთ რა ტემპით მიიწევენ წინ და შესაბამისად დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწვიოთ არხი და ალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. მადლობა, ნახვამდის დროებით.